კოლეჯი გაშენდა აბსოლუტურად სარიელ ადგილზე, ერთადერთი ხე იყო აქ ამ ტერიტორიაზე. დანარჩენი ახალი შენობა ნაგებობები და ძირითადად კოლეჯი ემსახურებოდა პურპროდუქტების წარმოებისათვის სპეციალისტების მომზადებას. მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან დღემდე კოლეჯმა ძალიან დიდი სახეცვლილება განიცადა და დღეს ჩამოყალიბდა ისეთ სასწავლო დაწესებულებად, რომელიც ბაზარზე, პროფესიული განათლების ბაზარზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ასე მეტი მასწავლებელი და თანამშრომელი მუშაობს ორივე ფილიალში. ვცდილობდი, რომ ჩემი იდეები ყოველთვის ყოფილიყო მოწინავე და გადამეღო გამოცდილება არა მარტო ძველის, არამედ ახალი გამოცდილება ჩვენი ქვეყნის კი არა მხოლოდ, არამედ ამ ჩემი საქმიანობის სფეროში, პროფესიულ განათლებაში ყველა ქვეყნის გამოცდილებას ვაქცევდი ყურადღებას. თუ ყველა საშუალებით, ყველა მედია საშუალებებით, ყველაფრით ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი საქმე და ამ სიყვარულისთვის ყველაფერს იღებს და რაც მთავარია, მას თვითონ გააჩნია პროფესიონალიზმი, ის აუცილებლად აღწევს ყველა დროში წარმატებას. თვითონ ჩემს გვერდში მყოფ ადამიანს ასე მგონია, რომ ისევე უყვარს აქაურობა, როგორც მე. და მე მემაყება, რომ იმ ცარიელი ტერიტორიიდან მხოლოდ მე-20 საუკუნის უსახური შენობები რომ იყო აშენებული და ასეთი წალკოტი მივიღეთ, სწორედ ჩვენი მცდელობის და ჩვენი დიდი სიყვარულის შედეგია აუცილებლად. ჩემი მოსწავლე ასე მგონია, ისეთივე დიდი სიყვარულით დაავადდა პროფესიული განათლების მიმართ, როგორც მე მაქვს. ყველა ჩემი თანამშრომელი. თვითონ საქმე რთული არასოდეს არ ყოფილა ჩემთვის. საქმე ყოველთვის იყო საინტერესო და ყოველთვის საყვარელი. ახლა მე უაქაურობოთ არსებობა არ შემიძლია და მე მგონი ჩემი სახლის სტუმარი ვარ და აქ კი მასპინძელი ვარ ყოველთვის.